დაუდრეკელო ქარო. შენ ვერ შეგვაჩერე ფერმისკენ მიმოვალ გზაზე, ველოსიპედი ვერ მიდის, ისეთი ქარი. ვაჰ. მელა გუდუნა ქარო არ წაგიხო. ბიჭო ქარო არ წაგიხოს. მოიჭიდე რამეს. ჩემო ერთგულო მეგო დასარავი დასაწყისია დილის. როგორც ერთ ცნობილი პოეტის ლექსშია ქარი ძისგნის ყოლისფერს. დილავშვიდობისა ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, ოჯახის წევრებო. ისეთი ქარია, რომ ველიკით წამოსვლას ვინ ამბობს ძაღლი მახლავს და ისიც კი ნაღამ გამტაცა ქარმა. თუმცა ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ეგრეთ ქალბატონები დამეპურებია და ერთი ჩემი სიძე და მეორე გადანახულებაზე მყავს ერთი ოტელო მოყვანილი. ოტელო რატო ქვია? ალბათ მიხვდებით მაგას და ერთი სიტყვით მივხედოთ საქმეს, რაც შესაძლებელია ამ ქარში რომ გამოვიდეს. ან დაველოდოთ როდის ჩადგება. მეტი მტერია, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად განვეწყოთ დილიდან. ქარი გაჩერებას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ შევეპოვებით გადადგეს, ხარი გადადგეს. რაუცნაური დღეა. დრუჟბაში მეთქი ძველიცები დავაბნიერო, იმით მაინც მოვჭრით ხო და საწვავის გათავებულა და მე მეგონა მქონდა. მაგრამ მამაპაპური მეთოდებით ესე გავყვებით ახლა ჩოჩობას და გამოვჭრით. იმის გარდა რომ ხელი შემშლელია და ცუდად გილას ამოსული რაღაცაზე მჭირდება ეს ჩოჩობები და რაზე მჭირდება მაგას ნახავთ აუცილებლად. სხვათა შორის ჩვენთან არა იმის კულტურა სამეგრელოში 4-5. ეხა იქ კი დავტოვე, მაგრამ ზოგადად მიშვებულია თხილი და გურიაში გურულისთვის ყველაფერი მიშვებულია. ადესა იმიტოა კაი ყურძენი რომ არაფერი მაგას არ ჭირდება, არც თუ გასხლავთ ლათქაი, თუ არა და არც შეწამლა უნდა და გაშვებულია და ისხავს. მეტი რა ქნას ხო და ადესას რომ მოუარო, უწამლო და შეკრიჭო მე ნახე თქვენას მოისხამ და საერთოდ აღარ მოჭრის გურულები, მაგრამ აქ რაც იყო ჩემი ხელით ავჭერი ყველა და სახში რაც მქონდა ისინიც. ხო და იმას ვამბობდი რომ თხილის მოვლის კულტურა ჩვენთან არაა. ჩვენთან ეგეც მიშვებულია. სხვათა შორის მე არ ვწამლავ. აქ არის სადღაც 46 ძირი და ამის გარდა მთაში 300 ძირი მაქვს და ახლოვებით და არც ერთხელ არ მომიწამლია და შარშანდელ სეზონს თუ არ ჩავთვლით პაროსანას ამ კუთხით ყოველთვის კარგი შედეგი მქონდა. ამ თხილების
4 წელს ვეღარ მოვასწარი. ეხა ცოდვა გამოსხმული აქვს ნაყოფი და მივდგები ესე და სეკატორი ჯერწულებს გამოვჭრი, რასაც გამოვჭრი დღეს და მე დიდი პატარა მე დიდი დრუჟბით ამ დიდებსაც რომლებიც მჭირდება. აი ეს თითი სიმსხო. აი ესენი რომელიცაა, ესენი მჭირდება და ვიყვები მე და ნელ-ნელა გამოვჭრი. თუ გვაცალა ქარმა და ეს პირდაპირ ხასიათში მიდის. თუმცა რას ვიზამ? რაღაცნაირი დღე არის დღეს. ხელის ის მაქვს რა ქვია, ხერხი სახში დამჭა, მეორე პატარა ხერხი სახში დამჭა. დრუჟბით მომჭრით ხო, საწვავი აღარ ყოფილა შიგნით. ის ცეპებიც ვერ გავალესინი, არც ამ დილას დამხვდა ის კაცი და ერთი სიტყვით ან საღამოს უნდა წავიდე ადრე, მაგრამ მაინც არ არის გარანტია, ან დილით უნდა დაველოდო და გვიან ჩამოვიდე, მაგრამ გვიან რო ჩამოვიდე, იმათ გადმოდგმული იქნებათ, ის აღარ იქნებათ, აგერ დადგმული ვერ დაგვს. რაღაცა უნდა გავათანაბროთ. აი მანქანა მაგიტო მაგრამ არა უშავს, აგერ ან ამას გავუშვებ, ან მეორე ეგეროა წამოწოლილი, მას გავაგზავნი ახლა და გავატანი. სამსავიდო ცოდინარი გურული თუ მეყურებს ახლა, იმის გასაგონად ვიტყვი, რომ აი ეს შიდა ტოტები გამოსაჭრელია და დასატოვებელია გარეთ ტოტები. ახლა ეს ხეები მე დამხვდა და მე არ დამირგავს, მაგრამ ნახეთ, აი ეს ფოთლები, აი შიგნით რომელიც რჩება. აი ეს იწვევს ზუსტად სიდამპლეს, აი და ამიტომ ვენტილაცია უნდა კონდეს, რომ განიაოდეს. აი ნახეთ, აი ეს იწვევს სიდამპლეს ზუსტად და შესაბამისად ეცადეთ, რომ ყოველთვის ისე მოჭრათ ან ისე გადაჭრათ და გამოჩხიროთ, რომ შუაში ქარი ახერხებდეს განიავებას და დაუნიაოს, მაგრად დაუნიაოს. და შევეჩვი, მაგრამ ცივქარს ერთი მხარე მაინც მოვასწარი დღეს. ნუ ეს დიდები დავტოვე, იმიტომ რომ ამ სეკატორით ვერ მოვერეოდი და ხვალ დრუჟბით გამოვჭრი. მე ხვალ ამ მხარესაც გავყვები. სამეებიც დავიტოვეს დიდებიც, იმწულებს თლიანად გამოვჭრი. და მაგამ ბავს დილითვე მოვითავებ რომ ჩამოვალ. წავედი ახლა გოგონებს ვხედავ, გოგონებს და ბიჭებსაც. რას მოვესწარ. გამოვედი იმედია ხმა ისმის ამ ქარში, რომ მოუმატა და თან რომ მოსაღამოვდა აცივდა. და მეთქი რატო გავიყინო თავი მაგის დედასა და მამასაც ხო და წამოვედი, ცოტა კი მივიღალე ისე ზურგი მეტკინა იმის გამოჭრაში. არა და საერთოდ სხვა გეგმები და სხვა ფიქრები მქონდა დღეს. თან უშინ მირჩიეს რომ საჭმელს რატო აღარ აკეთებო და ერთი ჩანთა ინგრედიენტები მქონდა წამოღებული, მეთქი გრილზე რაღაცა შევწვავ თქო და გრილზე შევწვავ თქო კი არა, ის გრილი გინაღამ წამართვაძეღან ერთი ისეთი დაუბერა და ამიტომ გადამედო ეგ ამბავი ხვალისთვის. დღეს რაღაცა უფრო პატარა და უცნაური ვლოგი გამოვიდა, მაგრამ სახში ტყუილად ყოფნას ტყუილა შრომა ჯობია და ის თხილები მაინც გამოსაჭრელი იყო და ერთი საქმით მეტი ვქენით ჩავთვალოთ. დაუბრუნდებით ხვალ უკეთესი დღით, უკეთესი იმედებით და კაი გამოძინებული, მაგრამ დღეს ჩემპიონთა ლიგაა და ვნახოთ. პრინციპში ჩემი იუნაიტედი არ გახანია სამწუხაროდ იმაზე არა, მაგრამ არა უშავს, დაბრუნდება ძველი დიდება. დაგემშვიდობებით აქ, ჩემო ზვირფასებო. მახარებს თითოეულ თქვენი კომენტარი და ის რომ დღითი დღე იმატებს ადამიანების რაოდენობა და ყველაზე უცნაური ისაა რომ YouTube-ს მისი მაყურებელი ყავს, Facebook-ს მისი, TikTok-ს მისი და სამწუხაროდ ჩემი იუნაიტედივით Instagram-ის სულ ზღაფავს, მაგრამ იმედია მაგის საქმეც გამოსწორდება. ყველას მშვიდობიან საღამოს გისურვებ. ხვალე დილას შეხვედრამდე.